მოგესალმებით გადაცემაში ევროპული საუბრები. მე შტეფან გრობე ვარ. დღეს ჩემი სტუმარია კაცი, რომელიც მოსკოვს დაუპირისპირდა, როდესაც იგი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი იყო 10 წელზე დიდი ხნის წინ. ეს გამოცდილება მას ძალიან გამოადგა დღეს, როდესაც ევროკავშირის ისტორიაში პირველად უკავია ევროკომისრის თანამდებობად თავდაცვის საკითხებში. ჩვენი სტუმარია ანდრიუს კუბილიუსი. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მოხარული ვარ რომ მოვედი. პრემიერ-მინისტრობის დროს რუსეთის ენერგოსექტორს შეუტიეთ. თქვენ მოითხოვეთ კომპენსაციას საბჭოთა ეპოქის დროს მიყენებული ზარალის სანაცვლოდ. თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ეს პრობლემა დღეს უკრაინისთვისაც ძალიან ნაცნობია. რუსეთი ოდესმე შეიცვლება? მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მრავალი წლის შემდეგ ვიხილავთ შედარებით ნორმალურ რუსეთს. დღევანდელი პუტინის რუსეთი უფრო დიდი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. უკრაინაში მიმდინარეობს საშინელი ომი, რომლის წინასწარ განჭვრეტად თითქმის 10 წლის წინ ნამდვილად შეგვეძლო. შეგვეძლო მიმხდარიყავით რუსეთი საით მიდიოდა. უკვე წელიწადზე მეტია ხართ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში. გაბარიათ პორტფელი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად იქცა ევროკომისიაში. ამას ელოდით? როდესაც თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში პირველ ევროკომისრად დამასახელეს, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ. ფიქრობდნენ, მაინც რა უნდა გააკეთოს ამ ევროკომისარმა, რადგან ევროპა მაინც და მაინც არ აქცევს ყურადღებას თავდაცვასო. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ასეთი პორტფელის შექმნა ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან ბოლო 1 წლის განმავლობაში თავდაცვა მთელი ევროპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა. და ჩვენ საკმაოდ ბევრს ვაკეთებთ. ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით ბევრი ისეთი მექანიზმი, რომლებიც ჩემი აზრით საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს განავითარონ თავიანთი პოტენციალი. განსაკუთრებით ფინანსური მექანიზმები, მაგალითად ევროპის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სესხების პროგრამა. ეგრეთ წოდებული სეიფი. ეს იმ მკაფიო გეგმის მიხედვით წინსვლის საშუალებას გვაძლევს, რომელსაც თავდაცვისათვის მზად ყოფნის გზამკვლევს უწოდებთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ 2030 წლამდე ვიყოთ მზად. And that allows us to move ahead with our very clear plans, what we call roadmap on defense readiness, which we need to achieve before 2030. მოდი გავაგრძელოთ ეს საკითხი. ევროკავშირს არ ჰყავს არმია, არ აქვს ნატოს მსგავსი სამეთაურო სტრუქტურა. აბა რა შეუძლია ევროკავშირს? რას გააკეთებს ისეთს, რასაც ნატო ვერ შეძლებს? ნატოს ჰყავს სამხედრო ძალა, ჩვენ კი სამრეწველო. და როდესაც ორივეს ერთ სისტემაში გავაერთიანებთ, მივიღებთ თავდაცვისთვის მზადყოფნას, რადგან ნატო განსაზღვრავს ეგრეთ წოდებული თავდაცვის შესაძლებლობის მიზნებს, იმ თვალსაზრისით, თუ რამდენი ტანკი, რამდენი საარტილერიო დანადგარი უნდა ჰქონდეს ჩვენს არმიას. ჩვენ კი სამრეწველო პოლიტიკას ვთავაზობთ. მთელი ევროკავშირი შევდივართ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმენტების ახალი სისტემაა. გარდა ამისა, შეგვიძლია დამატებითი თანხების მოზიდვა, როგორც ეს გავაკეთეთ მაგალითად ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სესხებით. ვგეგმავთ ჩვენი თავდაცვის ხარჯების 5-ჯერ გაზრდას მომავალ მრავალწლიან ბიუჯეტში. ასე რომ უამრავი რამ გავაკეთეთ, რომელთა საშუალებითაც ნამდვილად შეგვიძლია დავეხმაროთ წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობების განვითარებაში, რათა იყვნენ მზად თავდაცვისთვის და შეძლონ ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი საფრთხის შეჩერება. We are planning to increase our defense spending in next multi-annual budget by 5 times. So a lot of things where we are really able to help member states to develop those capabilities which they need to have in order to be ready to defend and to deter whatever our adversaries are planning. გასაგებია და რატომ აკეთებს ამას ევროპა? უკრაინის ომის გამო, რომელიც უკვე 4 წელია მიმდინარეობს. რას ფიქრობთ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯზე, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებას ემსახურება? უნდა მიიღონ ის უკრაინელებმა? What is your assessment here? Should the Ukrainians accept it? Well, Ukrainians really deserve peace. იცით, უკრაინელები ნამდვილად იმსახურებენ მშვიდობას და ეს კრიმინალური ომი უნდა შეჩერდეს, მაგრამ მშვიდობა გარკვეულ სამართლიან საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს და თან ქმნიდეს გარანტიებს, რომ ეს მშვიდობა არ დაირღვევა. მე კი არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ამას დასთანხმდება. შეგვიძლია მივულოცოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მშვიდობის დამყარებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოსაზრება არ არის მისაღები. ევროპელმა ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ გამოხატეს ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს, რომ შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა და ახალი პუნქტების შეთავაზება. თუმცა ვნახოთ რა იქნება. ეს ხომ პუტინზეა დამოკიდებული. და არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი მასზე მეტი ზეწოლის გარეშე გადაწყვეტს დასთანხმდეს მოლაპარაკებას და დაასრულოს ეს ომი. Are showing very clear our position. We are helping Ukrainians also to withstand and to bring some new ideas. But we shall see, and it depends really on Putin, and I am not so sure that without much stronger pressure on him,
that he will be convinced to sit down and to end this war. A lot of people think ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ პუტინს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ტრამპზე საერთაშორისო ასპარეზზე და რომ ტრამპი ასე სხვადასხვა მიზეზის გამო იქცევა. მაგალითად, მას სურს ფულის მოგება ან ნობელის პრემიის მიღება. რამდენად სერიოზულია ეს ძალისხმევა? Well, I cannot, evaluate here. At least. იცით გამიჭირდება ახლა ამის შეფასება. ყოველ შემთხვევაში იგი ინიციატივას იჩენს. ცდილობს მშვიდობისკენ უბიძგოს. ამის მხოლოდ მოწონება შეგვიძლია. თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რამდენად წინ მივყავართ მის მეთოდებს ან რამდენად უპრიანია ეს გზები. ამას ისტორია გვაჩვენებს. ალბათ არ იქნება ურიგო, რომ ჩვენ როგორც ევროპელები და ევროკავშირი ყოველთვის არ ველოდოთ, როდის წამოვა რაღაც ახალი სამშვიდობო გეგმა ვაშინგტონიდან. კარგი იქნებოდა ჩვენც გამოგვეჩინა ინიციატივა და საკუთარი გეგმა მოგვემზადებინა. When some kind of new peace plans will come from Washington D.C., it would be good for us also to have initiative on our side and to prepare our plan. მაგრამ ეს როგორ უნდა შეძლოს ევროპამ? ტრამპი მიზანმიმართულად ინაპირებს ევროპელებს. მას არ სურს მათთან საქმის დაჭერა და მაინც ჩვენ აქ ვართ. ჩვენ უკრაინის მეზობელი ვართ. ეს ომი ჩვენზე გაცილებით მეტად აისახება. ამიტომ რა შეიძლება გააკეთოს ევროპულმა დიპლომატიამ? diplomacy do exactly. We can do, as I said, we can really. უნდა გავაკეთოთ ის, რაც უკვე ვთქვი, იმდენად მტკიცედ და ეფექტიან დაუჭიროთ მხარი უკრაინას, რომ პუტინმა თვალნათლივ დაინახოს, რომ ვერაფერს გახდება. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ჩვენი ფინანსური და სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიიტანოს იერიში. ასევე საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემების ხარდაჭერა უკრაინაში იქ, სადაც მათი ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები მდებარობს და ასე შემდეგ. ნამდვილად არის რაღაც, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ წინსვლას. ამ დახმარებას პაკეტის სახე უნდა მივცეთ და ძალიან ეფექტიანი იქნება ჩვენი მხრიდან ალტერნატიული სამშვიდობო გეგმის შეთავაზებაც. To defend the energy infrastructure and so on. So there are things which we can, move ahead. We can put that into some kind of package, and that should be effective. Our alternative peace plan. ბოლო დროს რუსეთის მიერ განხორციელებულმა პროვოკაციებმა ცოტა არ იყოს ტონი შეაცვლევინა ევროპის დედაქალაქებს. ახლა უფრო მეტი ითხოვს, რომ ევროპა გადავიდეს შეტევაზე ჰიბრიდული თავდასხმების თვალსაზრისით მაგალითად და ასე შემდეგ. ამბობენ, რომ ევროპამ sapasukho ოპერაცია უნდა ჩაატაროსო და სხვა ამის მსგავსი. თქვენც უერთდებით ამ მოთხოვნებს. Offensive operations and all these things. Are you part of this chorus of voices? Well, definitely, we need to see that. რუსული პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ ჰიბრიდულ ომს უწოდებთ, იქნება ეს პროვოკაცია დრონები თურკინი გზაზე მოწყობილი საბოტაჟი, რომელიც შესაძლოა ტერორისტული აქტიც კი იყოს, როგორც პოლონეთში მოხდა. ნამდვილად ითხოვს ჩვენგან უფრო მკაფიო სტრატეგიას. როგორ ვიქცევით ჩვენ? არის ერთი საშუალება, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა ასეთი ტიპის პროვოკაციებისგან. როგორც ირკვევა, ამჟამად საკმაოდ მწირია ჩვენი შესაძლებლობები, რომ მაგალითად აღმოვაჩინოთ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული დრონები ან შევძლოთ მათი გაანადგურება შედარებით იაფი საშუალებებით. ამიტომ უნდა განვავითაროთ ასეთი პოტენციალი, როგორც ტექნიკური, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა მეორე მხრივ, უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუ როგორ იქნება ჩვენი პოლიტიკური პასუხი. იმიტომ რომ ახლავე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი მეტ პროვოკაციას მოვაწყობს. თუ კი არ ვიპოვით მისი შეჩერების გზებს. უფრო გახშირდება პროვოკაციები და მათი მასშტაბიც გაიზრდება. აი ეს უნდა გვახსოვდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი წევრი ქვეყნები გამოდიან გარკვეული წინადადებებით, ზოგიერთ მინისტრს აქვს მოსაზრებები. მაგალითად, იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საკმაოდ საინტერესო წინადადებები წარმოადგინა ევროპის ჰიბრიდული საფრთხების განსაცავად, რომლებშიც გვთავაზობს, რომ ვიყოთ უფრო პროაქტიული, რომ ასეთ პროვოკაციებს პასუხი გავცეთ. Provocations, they will be happening much more often. We can imagine that their volumes will become bigger, and that is what we really need to have in mind. And there are, of course, proposals from different member states, from ministers, for example. Italian Defense Minister Guido Crosetto proposed some kind of interesting paper on hybrid, defense of Europe, where he's really proposing to be much more proactive in terms of our reactions to such kind of provocations. რას ფიქრობთ იმ ცნობილ მოსაზრებაზე დრონების კედლის შექმნის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ ახლა საეჭვოდ უმილია მის ირგვლივ. საუბარია ჩვენ 3000 თუ უფრო მეტ კილომეტრიან საერთო საზღვარზე რუსეთთან. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ეთანხმებით თუ არა დრონების კედლის აგებას? Well, now we change simply the title because we understood that in some countries. ახლა უბრალოდ სათაური შევცვალეთ, რადგან მივხვდით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში გაუჭირდათ ტერმინ კედლის გაგება. ვერ მიხვდნენ თუ როგორ უნდა აშენდეს დრონის კედელი და რას ნიშნავს ეს. ახლა მას დრონებისგან თავდაცვის ინიციატივა დავარქვით. მის ირგვლივ დისკუსია გრძელდება და ძალიან მალე, როგორც ხვდებით, იქნება სამიტი. მაგალითად, ფინეთი მოგვიწოდებს, რომ ჩავატაროთ აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სამიტი, რომელიც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ზოლში შემავალ ქვეყნებს მოიცავს. სწორედ ამ სამიტის ფარგლებში განვიხილავთ ასეთ იდეებს. აღმოსავლეთ ფლანგის საზედამხედველო პროგრამა
პროგრამა მოიცავს დრონებით თავდაცვის ძალიან სერიოზულ ელემენტს და ამ კუთხით ძალიან ბევრი სწავლა შეგვიძლია უკრაინისგან. აი სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ. Inside of the whole plan, very strong element related with drone defense, and here really we can learn a lot from Ukraine, and that is what we are preparing to do. თქვენ ამის შესახებ ხალხს ძალიან დიდი ხანია აფრთხილებთ. როდესაც რუსული დრონი შემოიჭრა, თქვენ დაახლოებით ასეთი რამ თქვით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ, ჯერ კიდევ ძალიან ცუდად ვართ მომზადებული. როგორ გგონიათ, მიდის ევროპა ერთიანი პოზიციისკენ ამ კუთხით, რომ იმოქმედოს და არა მხოლოდ ილაპარაკოს? Acting and not just talking. I see really clear movement. ნამდვილად ხედავ ნაბიჯებს. ახლა უკვე გვაქვს ეგრეთ წოდებული დრონებით თავდაცვის საინიციატივო კოალიცია, რომელსაც ნიდერლანდები, ასევე ლატვია და ხორვატია ხელმძღვანელობენ. ცოტა ხნის წინ ჩატარდა ძალიან საინტერესო ინდუსტრიული მოგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდა დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების ყველა მწარმოებელი. და მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ ახალი ინდუსტრიული პროგრამა, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამა, ეგრეთ წოდებული EDP, რომელიც მოიცავს ახალ ინსტრუმენტებს, რათა დავეხმაროთ წევრ სახელმწიფოებს ჩაერთონ რომელიმე ერთობლივ პროექტში, რეგიონულ პროექტებს გულისხმობ, რომლებსაც ევროპის თავდაცვის საერთო მიზანი აერთიანებთ. როგორც ეროვნული ინვესტიციების გეგმები გვაჩვენებს, რომლებიც უსაფრთხოების სესხების ფარგლებში წარმოადგენს, ძალიან ბევრი ქვეყანა აპირებს ფულის შადებას დრონებით თავდაცვის საკუთარი პოტენციალის განვითარებაში. ასე რომ საქმე დაძრულია. შეიძლება ეს თვალით არ ჩანს, მაგრამ რეალურად საქმე წინ მიდის. Regional projects with European defense projects of common interest. So then, as we see from national investment plans, which were presented in relation with safe loans, also quite a lot of countries are going to invest those money into development of their drone defense capabilities. So things are moving. Maybe there is less of visibility, but real job is really moving ahead. დრონები გაანადგურეს დანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და რუმინეთის თავზე. მართალია ეს არ არის წარმატებული ბიზნესის მოდელი მათთვის, ვინც ეს დრონები გამოგზავნა, მაგრამ საით მიდის საქმე? თქვენი აზრით, დრონებით ომისკენ ხომ არა? რამდენად იქნება ეს მომავალში ომის იარაღი? Are these the arms of the future? Well, what we need to see is that ახლა რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ის არის, რომ დრონები ნამდვილად ცვლის ომის დოქტრინას და რაც ვნახეთ ტექნიკური კუთხით მივხვდით, რომ არ გვაქვს დრონების აღმოჩენის საკმარისი პოტენციალი. საერთოდ არ გვაქვს დრონების გამანადგურებელი IAF-ის საშუალება, რადგან 10,000 ევროს ღირებულების დრონს ვაანადგურებთ რაკეტით, რომელიც 1 მილიონი ევრო ღირს. ეს არ არის თავდაცვის საუკეთესო გზა. მეორე საკითხი, რომელიც თვალნათლივ დავინახეთ, ის არის თუ რატომ ვერ მოვახერხეთ ევროპელებმა მომზადება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც დიდი რაოდენობით გამოჩნდა დრონები უკრაინაში ჯერ კიდევ 2023 წელს. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენი მომზადების დონე და ასევე ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილების დონე იმასთან მიმართებით, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ომის დოქტრინა, არ დგას სათანადო სიმაღლეზე. სწორედ ამიტომ სულ ახლახან ეგრეთ წოდებული თავდაცვის ინდუსტრიის ტრანსფორმაციის სტრატეგიაში ჩავამატეთ კომუნიკაციების საკითხი. წინ უნდა წავიდეთ. აი ეს არის მთავარი, რაც უნდა გავიგოთ. So it shows that really our way of how we are preparing, how we are able to change our understanding of modern warfare doctrines is again not at that level which we need to have. So that is why we put very recently also communication on so-called defense industry transformation roadmap. We need to move ahead. That's the major message which we need to understand. ამ კონტექსტში თქვენ ერთხელ უკვე გამოხვედით ინიციატივით, რომ ევროპა უნდა შეუერთდეს უკრაინის უკვე კარგად გამოცდილ დრონების პოტენციალს. მაინც რა იგულისხმეთ? What exactly do you mean by that? Well, and that is what we are discussing both with სწორედ ამაზე მსჯელობთ როგორც აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებთან, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ისე უკრაინელებთან, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება გავიზიაროთ. რადგან აშკარაა, რომ უკრაინელებმა ააგეს დრონების კედელი, რომელიც ძალიან ეფექტიანად იცავს მათ ასობით დრონისგან ყოველღამე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებისგან ვისწავლოთ ის, რასაც ეკოსისტემას ვუწოდებთ. რადგან ვხედავთ, რომ უკრაინაში დრონების მწარმოებლები თანამშრომლობენ დრონების ოპერატორებთან. ოპერატორები კი კიევის ცენტრთან თანამშრომლობენ. ეს ცენტრი მართავს დრონებს ფრონტის ხაზზე. მათ ძალიან კარგი ციფრული სტატისტიკა აქვს, რომლის საშუალებითაც თვალყურს ადევნებენ რა ხდება ფრონტის ხაზზე და ფაქტია, რომ ძალიან სწრაფად ახდენენ ინოვაციას, რადგან როგორც თავად ამბობენ, დრონი, რომელსაც ამ წუთას იყენებენ, 2 თვეში უკვე ძველია, ვინაიდან რუსები უკვე პოულობენ მათი გაანადგურების გზებს. აი ეს საკითხები არ არის ძალიან მარტივი და ვერ მოახერხებს სწრაფად მოგვარებას. ამიტომ უკრაინელებთან უნდა ვითანამშრომლოთ, რათა გაგვიზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ამიტომ ყოველთვის ვიმეორებ, რომ როდესაც საქმე ეხება აღმოსავლეთ ფლანგის ზედამხედველობის შექმნას, ასევე დრონების კედლის აგებას, როგორც თავიდან ვუწოდეთ, საზღვის ამ მონაკვეთში, ეს უნდა გავაკეთოთ უკრაინელებთან ერთად და უკრაინის ჩართულობით. ამის შედეგად უკრაინელების ეს გამოცდილება გავრცელდება ევროპაში, რაც ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება. You need to work together with Ukrainians in order to get that knowledge and that experience. So that is why I'm always repeating that
when we are building Eastern Flank Watch, when we want to build also what we call, at the very beginning, drone wall on this border, we need to do that together with Ukrainians and including Ukraine. And that is what this experience of Ukrainians can then spread into all Europe, and that would be beneficial for all of us. ომის მოგება ყოველთვის ფულის საკითხია, როგორც ამაში მრავალჯერ დავწმუნდით. ევროკავშირის ევროპის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის ეგრეთ წოდებული SAFE-ის პროგრამის 19 წევრიდან 15-მა უკრაინის დახმარების საკითხიც გაითვალისწინა. მაინც რა რაოდენობის ფულზეა საუბარი? How much money are we talking about here? Well, we shall need ეს გადასამოწმებელია, რადგან ახლა ვკითხულობთ წარმოდგენილ გეგმებს, თუმცა საუბარია მილიარდებზე და არა მილიონებზე. ეს შესაძლოა იყოს 5 მილიარდის ფარგლებში, მაგრამ უფრო ზუსტი რიცხვი გეგმების შემოწმების შემდეგ ეცოდინება. მას შემდეგ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გავისაუბრებით წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ასე რომ ეს მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის გათვალისწინება წევრი ქვეყნების ამ გეგმებში, რომელთა ფარგლებშიც ისინი უკრაინასთან ერთად ეძებენ საერთო შესყიდვების გზებს. ზოგიერთი წევრი ევროკავშირის ქვეყნებში საერთო საწარმოო პოტენციალის შექმნას აპირებს, თუმცა იარაღს უკრაინას მიაწოდებს. ასე რომ ერთი მხრივ უკრაინის მხარდაჭერას ვაძლიერებთ, მეორე მხრივ სულ უფრო მეც ვსწავლობთ უკრაინისგან და სწორედ ამისკენ მოვუწოდებ, რომ მართალია ვეხმარებით უკრაინას, მაგრამ ამასთან ერთად მას საკუთარი ცოდნის გაზიარებას ვთხოვთ ჩვენთვის. capacities on European Union, in European Union countries, but producing weapons for Ukraine. So from one side, yes, we are strengthening our support to Ukraine. From another side, we are learning more and more from Ukraine, and that is where, what I am calling that we are helping Ukraine, but also we are asking Ukraine to help us with their knowledge. ეს რამდენად დაეხმარება უკრაინას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას საკუთარი საზღვრების სუვერენიტეტი? First of all, we need to understand that the best security. უპირველეს ყოვლისა უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის მისი საკუთარი ძლიერი არმია, რომლის შექმნაშიც ჩვენ დავეხმარებით. სწორედ ეს არის ეგრეთ წოდებული მაჩვ ზღარბა სტრატეგია და უკრაინის თავდაცვის რეალური პოტენციალი. That really Ukrainian defense capability. მომწონს ეგ სახელი. დიახ, ეს პოტენციალი ისეთი უნდა იყოს, რომ რუსებმა მომავალში არც კი იფიქრონ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის გაჩაღება. მათი არმია ნამდვილ ბრძოლაშია გამოცდილი. ბრძოლა გამოვლილი ინდუსტრია აქვთ, ინოვაციური ინდუსტრია. ძალიან სასარგებლოა მათ შევხედოთ, რათა გავიგოთ, თუ როგორ შევქმნათ და გავაძლიეროთ თავდაცვის ჩვენი საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ უნდა გადავხედოთ, როგორ შეგვიძლია ორივე მხარეს ჩვენი პოტენციალის გაერთიანება. აი, ეს არის ჩვენი სამომავლო ამოცანა. We need to look how we can integrate those capabilities, and that is our future task. ევროკომისარო, თქვენ კოსმოსის საკითხიც გაბარიათ. შესანიშნავია, რა პრობლემები აქვს ევროპას ამ სფეროში? What are the challenges here for Europe? Well, first of all, definitely space is. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კოსმოსს ორმაგი დანიშნულება აქვს. და რადგან მე ვარ ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ უნდა ავითვისოთ კოსმოსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისთვის. მეორეც, უნდა ვიცოდეთ, რომ არც თუ ისე ცუდად გვაქვს საქმე კოსმოსის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის აზრით, ილონ მასკი აკეთებს ყველაფერს, ევროპელები კი ძალიან ჩამოგჩებიან. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მაგალითად ნავიგაციის ჩვენი სისტემა გალილეო საუკეთესოა მსოფლიოში. დედამიწის თანამგზავრული დაკვირვების სისტემა კოპერნიკუსი საუკეთესოა მსოფლიოში. ახლა ვქვით თანამგზავრული კომუნიკაციის უსაფრთხო სისტემას, რომელიც Starlink-ის მსგავსია, ეგრეთ წოდებული AIRIS-ი კვადრატში. და ექსპერტები ამბობენ, რომ ის Starlink-ს აჯობებს. ის რაშიც ჩამოვჩებით ილონ მასკს და რა კუთხითაც უნდა დავეწიოთ რა საკვირველია, არის რაკეტის გაშვების შესაძლებლობები. თუმცა ამ კუთხითაც გვაქვს ახალი იდეები და წინსვლა. როდესაც კოსმოსურ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ყველაზე აუცილებელი ჩვენთვის ის არის, რომ დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოსმოსი თანამედროვე ომის წარმოებისა და თავდაცვისთვის. ჩვენ გვაქვს დაზვერვის სისტემები, უსაფრთხო თანამგზავრული კომუნიკაციის, ნავიგაციის სისტემები, მაგრამ ყველაფერს რაც მოიცავს, ეს არის ეგრეთ წოდებული სტრატეგიული მიზნების მიღწევის საშუალებები. აი, ეს უნდა განვავითაროთ. ამიტომ გვაქვს ახალი გეგმები, განსაკუთრებით სადაზვერვო მონაცემთა სისტემის, ეგრეთ წოდებული დედამიწაზე დაკვირვების სამთავრობო სამსახურის ათვისების კუთხით. და ჩვენ წინ მივიძებთ. კოსმოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ კოსმოსში პანევროპული პროექტების წარმატებული განვითარების ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, რაც არ მოიცავს თავდაცვას. ასე რომ თავდაცვის კუთხით კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ კოსმოსისგან. What is everything is absolutely this is what we call strategic enablers, and we need to develop them. So we have new plans, especially on intelligence data. Capabilities, so-called Earth Observation Governmental Service, and we are moving ahead. And space is what is important. That in space we have good experience to build very successful pan-European projects, which is not the case in defense. So in defense we need to learn a lot from space. ძალიან კარგი. ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. დიდებული საუბარი გამოგვივიდა.